თხილის ხმობით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად ქართული თხილის საექსპორტო ფასი წელს თითქმის გაორმაგებულია და 14 ევროს აღწევს, რაც შეეხება მოსავალს, ის დაახლოებით 10%-ით არის შემცირებული. რამ განაპირობა მოსავლიანობის შემცირება და ზოგადად რა ტენდენციებია თხილის სექტორში, მარი მელიქიშვილი გვეტყვის, რომელიც დეტალებით გვერდდება პირდაპირ ეთერში. მარი, მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობა თათია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. თხილის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატება შეინიშნება ანალიტიკოსების განმარტებით, თუ ბოლო 10 წლის განმავლობაში თხილის საექსპორტო ფასები მეტ-ნაკლებად სტაბილურ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა, წელს ეს ტენდენცია შეცვლილია და გაზრდილია როგორც სხვა ქვეყნებში წარმოებული, ისე ქართული თხილის საექსპორტო ფასი, როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, თხილზე გლობალური ფასის მატება თურქეთს უკავშირდება, რომელიც თხილის წარმოების კუთხით მსოფლიო ლიდერია და სწორედ თურქეთი განსაზღვრავს უმეტესად თხილის საერთაშორისო ღირებულებას. დარგის ექსპერტების ინფორმაციით, წელს ბაქტერიული დაავადების გამო თურქეთში თხილის ბაღების 40% განადგურდა, შედეგად კი თხილზე წარმოქმნილმა დეფიციტმა საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტზე ფასის ზრდა გამოიწვია. კლიმატური პირობების გარდა თურქეთში მოსავლიანობა შემცირებული იყო. უფრო სწორედ კლიმატური პირობების გამო მოსავლიანობა შემცირებული იყო გასულ 2024 წელსაც, როდესაც ბაზარზე თხილის ფასებმა შედარებით ასევე აიწია. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მერაბ ჭითანავას განმარტებით, ამჟამად 1 კილოგრამი მაღალი ხარისხის თურქული თხილის საექსპორტო ფასი 15 ევრომდეა, ქართული თხილის კი 14 ევრომდე. როგორც ჭითანავა ამბობს, ეს ფაქტობრივად გაორმაგებული ფასია, რადგან გასულ წელს იგივე კატეგორიის თხილის ღირებულება კილოგრამზე 7-8 евро იყო. აქ საუბარია თხილის გულზე, რომელიც ექსპორტზე გადის, გაზრდილია გაუტეხავი თხილის ღირებულებაც და ის 13 ლარს უტოლდება. აქვე ქართული თხილის ექსპორტის ბოლო სტატისტიკურ მაჩვენებლებსაც მოგაწვდით და გეტყვით, რომ 2025 წლის 1 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით ექსპორტირებულია 3000 ტონამდე თხილი, საერთო ღირებულებით 25 მილიონ დოლარამდე. ექსპორტის ძირითადი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, საიდანაც ყველაზე დიდი მოცულობით თხილი იტალიაში გავიდა, ასევე მნიშვნელოვან პარტნიორებად რჩებიან გერმანია, ესპანეთი და ჩეხეთი. სოფლიოს თხილის ბაზარი 2024 წელს იყო დაახლოებით 2.4 მილიარდი დოლარი. საექსპორტო ბაზარზე აქვს საუბარი. საექსპორტო ბაზარი თხილის ბოლო 10 წლის განმავლობაში დიდად არ იცვლებოდა, უბრალოდ არასტაბილური იყო. თუ შევხედათ რაოდენობით, თხილის წარმოების რაოდენობა სოფლიოში ზოგადად ბოლო 10 წლის განმავლობაში იმატებდა, თუმცა 2024 წელს იყო მკვეთრი შემცირება თხილის წარმოებაში, რაც უკავშირდებოდა თურქეთის ბაზრის პრობლემებს, რაც იყო ცუდი ჰავა, ფაროსანა და სხვა ასეთი მრავალი პრობლემა. ეს ყველაფერი აისახა მსოფლიო ბაზარზე თხილის საექსპორტო ფასებში. საექსპორტო ფასმა 8 დოლარს გადააჭარბა 2024 წელს. ამის გარდა 2025 წელს ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი მონაცემი, მაგრამ ჯერჯერობით ტრენდი არის ისეთი და მოსაზრება არის ისეთი, რომ ფასი კიდევ უფრო გაზრდილი არის მსოფლიო ბაზარზე. რაც უკავშირდება ზოგადად კავკასიის რეგიონში გაუარესებულ ჰავას, როგორც მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში იყო ყინვები, რამაც იმოქმედა როგორც თხილზე მრავალ სხვა კულტურაზე, როგორც თურქეთში, ასევე გარშემო ქვეყნებში, როგორც აზერბაიჯანი, საქართველო და სხვა. და აქედან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე თხილის რაოდენობა შემცირებული. რის შედეგადაც წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო გაზრდილია 2025 წელს ფასები. წელს განსაკუთრებით მაღალი ფასებია თხილზე, ბაზარი საკმაოდ არასტაბილურია და მზარდი, რაც გამოიწვია პირველ რიგში თურქეთის მოსავლის ნაკლებობამ და ასევე თურქეთის ბაზრის მიერ მსოფლიო ბაზრისთვის ფასის კომუნიკაციის არათანმიმდევრულობამ. თურქული თხილის საექსპორტო ფასი სადღაც 15 ევრომდე არის ნატურალური თხილის ამ მომენტისათვის, ხოლო ქართული თხილის ფასი დაახლოებით 14 ევროა, როდესაც შარშან ალბათ სადღაც 8 ევროს ფარგლებში იყო. ფასი საკმაოდ მაღალია, წელს ძალიან გაუმართლად მსხვილ ფერმერებს, ვინც საქართველოში თავი თხილის ბაღს მოუარა. რაც შეეხება თხილის ლევანდელ მოსავალ საქართველოში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში პოზიტიური პროგნოზები კეთდებოდა, ეს მოლოდინი არ გამართლდა და რიგი გამოწვევების გამო ქართული თხილის მოსავალი გასულ წელთან შედარებით თითქმის 10%-ით შემცირდა და 40,000 ტონას გაუტოლდა. მთავარი ფაქტორი, რამაც ქართული თხილის მოსავლის შემცირება განაპირობა ცუდი კლიმატური პირობები, კერძოდ მოსავლის აღების პროცესში მოსული წვიმები, ასევე ფაროსანა და თხილის ხმობით გამოწვეული
სერიოზული პრობლემები იყო. დარგობრივ ასოციაციაში ამბობენ, რომ თხილის ხმობის პროცესი დასავლეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია შეიმჩნევა, თუმცა წელს გაცილებით დიდი მასშტაბი შეიძინა და დაზიანებულია 7000 ჰექტარზე მეტი ფართობი ხმება, განსაკუთრებით ევროპული ჯიშის თხილის ბაღები. უნდა ითქვას, რომ ეს ბაქტერიული დაავადება უმეტესად გურიასა და სამეგრელოშია გავრცელებული. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ამ გამოწვევებთან ბრძოლისთვის ბაღების 4-ჯერ შეწამლოა საჭირო, რაც ძალიან დიდ ხარჯებს უკავშირდება. თხილის ხმობა ძალიან დიდ გამოწვევად რჩება. წელს სერიოზული ზარალი მიადგა სექტორს და ახლობით 10%-მდე გაიზარდა გამხმარი თხილის ბაღების ფართობი, განსაკუთრებით მეგრელო-გურიის ტერიტორიაზე გვაქვს ხშირი ხმობა. რაც შეეხება წლევანდელ მოსავალს, მოსავალის მოლოდინი ძალიან კარგი იყო მთელი სეზონის განმავლობაში, თუმცა თვითონ მოსავალის აღების პროცესმა დაიგვიანა. ამღები მუშების ნაკლებობა მათ შეაფერხა პროცესი და მოუსწრო წვიმებმა, რომლებმაც ხარისხი შეამცირეს განსაკუთრებით მოულელი თხილის ბაღის გურიასა და სამეგრელოს ტერიტორიაზე, რაც საბოლოო ჯამში პროდუქციის ჯამურ ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახა. თუმცა ვფიქრობ, რომ დაახლოებით შარშანდელზე 10%-ით ნაკლები იქნება ალბათ ამის გამო ჩვენი მოსავალი. ახლა გეტყვით იმასაც, რომ გასულ წელს საქსტატის მონაცემებით საქართველოდან თითქმის 101 მილიონი დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა, ვინაიდან ამჟამად თხილის საექსპორტო ფასი გაზრდილია. მოლოდინია, რომ ეს შემოსავალი წელს კიდევ უფრო მეტი იქნება. მადლობა მარი, თხილის სექტორის სიახლეების მიმოხილვით მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.